გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას Talk Show Etox-ზე. იმერული ესკიზები ხომ გააქვთ ნანახი? ხო და? კაცი, რომელიც მეორე წელია ყოველდღიურ რეჟიმში კვდებოდა, ლპებოდა, იხრწნებოდა ვივამედის კლინიკიდან, სასამართლოში ჩართვაზე მოგვევლინა ფორმაში ჩამდგარი. ასეთი ფორმისთვის გიგი უგულავა მთელი ცხოვრება ხან რა დიეტაზეა, ხან რა დიეტაზე, მაგრამ ბილადმა მაინც აჯობა. რასაკვირველია, ჟურნალის ნაცებს, პოლიტიკოს ნაცებს, აქტივის ნაცებს, NGO-შნიკ ნაცებს. თუ ყველა იმ უცხოელ ნაცების ლობიზმში ჩართულ სუბიექტს არც კი შერცხვენიათ. ორწლიანი სიკვდილის αφიოროს რომ პროპაგანდირებდნენ და მთელი მოსახლეობის დაბოლებას ცდილობდნენ. კაცი ხელში გვაკვდება და გაათავისუფლეთო. მოკლედ, ეს არის პირველი ადამიანი, რომელმაც დემენცია დაამარცხა. ეს არის პირველი ადამიანი, რომელსაც მთელი რუსეთი წამლავდა, მოკლას უპირებდა და გადაურჩა. ეს არის ადამიანი, რომელსაც აკუსტიკური ხმებით აგიჟებდნენ და ჯანსაღი გადარჩა. ასევე პირველი ადამიანი, რომელიც იხრწნებოდა და ხრწნის პროცესს აჯობა. და არის პირველი ადამიანი, რომელიც ანორექსიიდან ასე ლამაზად გამოწვრა. ამასთანავე მიშამ ვივამედში გატარებულ პატიმრობაში მრავალი სოფო გამოიცვალა. ლიზა იასკოსთან ერთად ბავშვიც გააკეთა, პოლიტიკიდან წასვლას დააანონსა და პოლიტიკაში მობრუნებაც მოასწრო. მოკლედ, სარაკო აფერისტებთან და მაჟალჯუნებთან გვაქვს საქმე. მიშიკომ ჩართვაში მადლობა გადაუხადა ლაზარე გრიგორიადის. ყველაფრისათვის, რაც მან გააკეთა. ანუ, სააკაშვილი მადლობას უხდის ლაზარეს პოლიციელებისათვის მოლოტოვის კოქტეილის როლაში. რამე გიკვირთ? მიშა ხომ ის ნაძირალა, რომელიც გახელებით, პირდაპირ ეთერში გვაუწყებდა, ჩვენი პატიმრებისთვის ტყუიები არ გვენანებაო. ჩვენ ამ ხალხისთვის ტყუიები არ გვენანება. გახსნან ცეცხლი და ადგილზევე მოკლან, გაანადგურონ ყველა ის კრიმინალი, რომელიც შეეცდება სიტუაციის არევას. რომელმაც ციხეში პატიმრების, წამების და გაუპატიურების სისტემა დანერგა. ძალადობა ყოველთვის მისი ვნება იყო და, რა თქმა უნდა, ლაზარესაც მადლობას უხდის პოლიციელების დაწვის მცდელობისათვის. ბარემ მიშას არაკაცობაზე ვსაუბრობთ და აქვე არ შემიძლია არ გაჩვენოთ იაფარულოვას განცხადება ქართული ჟურნალისტიკის არტილერიასთან. შანგალს არტილერიისკენ არ ჩაარტყოდა. სუპერ ბრიხვთან, ნანუკა ჟორჟოლიანთან გადაცემაში. მიშამ ჩამომიყვანა ძალით ქალო. მიშა დამადგა ლოს-ანჯელესში ჩემს საქმოსთან სახლში და მითხრა და ჩემს საქმეს ხომ მე იაცობად მომყავს და მე მიმყავსია და მე რა მინდო და მეტი რა მინდო. მოკლედ, მიშა როგორც ექცეოდა საკუთარ მოქალაქეებს, ისე ექცეოდა ქალებსაც. ატყუებდა, პირდებოდა უკეთეს მომავალს, ართმევდა არსებულ კომფორტს, ყველაზე რბილად და პოლიტკორექტულად რომ ვთქვათ, მოიხმარდა პირადი ინტერესებისათვის და აყირავებდა. მოკლედ, რა ფლანგზეც არ უნდა გახედო, ყველა ფლანგზე უღირსი და სუნდაბალი არსებაა. თავარმა არხმა გრანდიოზული ფეიქი გამოაცხო. როგორ გაგიკვირდათ არა? თუმცა ამ ფეიქის ამორალურობა იმხელა, ბავშვების პორნოგრაფია რომ გაუშვეს საინფორმაციო გამოშვებაში, მაგასაც კი ფარავს. მოკლედ, ნიკუნა გვარამიას კანტორამ საქართველოს მთავრობა ონკოპაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობას არ აფინანსებსო და სამკურნალო წასულ ქართველებს ქუჩაში უწევთ ღამის თენებაო. ამის საილუსტრაციოდ კი ფრანგი მიუსაფარების და ლტოლვილების კარვები აჩვენა. მძიმესი დაავადებების მქონე საქართველოს მოქალაქეები ღამეებს საფრანგეთში, კლინიკების ფოიეში, რკინიგზის სადგურებზე, აეროპორტებსა და კარვებში ათენებენ. ჯანდაცვის სამინისტრომ ყისიერად გამოეხმაურა ამ ამორალურ ტყუილს და კიდევ ერთხელ ამხილა ნაცარხების სიცრუის ტირაჟირებაში. ყველა ოჯახს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობაზე, ეს მოთხოვნა უკმაყოფილდება. მაგრამ ჩვენ იმ არხზე და იმ პოლიტიკურ ერთეულებზე ვსაუბრობთ, რომლებიც მუდმივად საზოგადოების დეზინფორმირების, შფოთვის შექმნის და ნაცების მობრუნების საქმეში არიან ჩართულები. ამიტომ, მათ რომ მოусმენ და ამას გადაუმოწმებო დაიჯერებ, ეს სერიოზული მენტალური აშლილობის ნიშანია, ან უბრალოდ სექტანტობის. ხომ გახსოვთ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ? ამერიკული ანალოგიური კანონის ზუსტი ასლით რომ აპირებდა ხელისუფლება მის მიღებას. ხო და ახლა ამ რუსულ კანონს მოიტყვით ჩვენს მეზობელ ქვეყანაში იღებენ. არა, რუსეთში არა, უკრაინაში. ცნობილმა უკრაინელმა ნაცმა დავით ბრაუნმა, იგივე დავით არახამიამ, იგივე DJ ბრაუნმა დაანონსა, რომ უკრაინის რადაში დაინიცირდება კანონი ლობისტების შესახებ, რომლის თანახმადაც ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ ინფორმაცია თავიანთი დონორების შესახებ. ანუ, უკრაინა რუსულ კანონს იღებს ხალხო. ანუ, ამ კანონს სიხარულით აინიცირებს ის არახამია, რომელიც ჩვენთან რომ იგივე კანონის მიღებაზე მიდიოდა მსჯელობა, უკრაინიდან გვმოძღვრავდა. ევროკავშირში თუ გინდათ აგენტების შესახებ კანონს არ უნდა არეგისტრირებდეთო. უკრაინაში ეს რომ ვინმე ქნას პარლამენტიდან გააგდებენო. ხო და, დავით, შენი დაიპანჩურებ თავს უკრაინის პარლამენტიდან, თუ გონჩარენკომ უნდა ამოგცხოს, რომელიც აგრეთვე იჭაჭებოდა ქართველი ხალხი ამ კანონს არ მოითმენსო.
მოკლედ, ასეთი ორ საჯდომა, ფლიდი და 100 მაგ სტანდარტებიან ოდიოზურ ფიგურებთან გვაქვს საქმე. დასასრულს თეონა დოლენჯაშვილის Facebook პოსტს მინდა შევეხო. ახლა ფიქრობთ, ეგ ვინჯანდაბაო. როგორ მიგახვედროთ? აი, ის ქალი. მე ვარ ელიტის წარმომადგენელიო, რომ გვიმტკიცებდა. თავისუფალი ადამიანების, რომლებსაც ინტელექტუალური ელიტის მოდით არ გამიჭირდება ამ სიტყვის მაინც ვერ მიხვდით ხო? აი, მამუკა ხაზარაძის პრემია საბას ლაურეატი მწერალი. მაინც არაფერს გეუბნებათ ეს ინფორმაცია ხო? მოკლედ, აი ის ქალი მამუკას ლეველში რომაა. მამუკას პარტიის ნაწილია რა. ხო და ამ ბანოვანმა საკუთარი ფოტო გამოდო, სადაც ჰუდი აცვია წარწერით Eat the rich. ანუ შეჭამე მდიდრები. ეს ანტიკაპიტალისტური სლოგანია, რომელსაც აქტიურად იყენებენ ამერიკაში მემარცხენე ახალგაზრდები. თუმცა, აბსურდულობას, ნიშნების აღრევას და იდიოტიზმს ხვდებით? ქართველი მულტიმილიონერის მამუკა ხაზარაძის წარმომადგენელი თეონა მოძრაობს სლოგანით, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება მის მამუკას. ან იქნებ ეს უბრალოდ მინიშნება, რომ მამუკას ფულს ჭამ. მართლა მის გვერდით კი არ ვდგავარო. ან იქნებ რაღაც სხვას მიგვანიშნავს მათი ურთიერთობის შესახებ ამ სლოგანით. მოკლედ, რას გავუგებთ ჩვენ პლებეები ამ დიადი ელიტის წარმომადგენელ სუბიექტებს? დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას, კვლავ @hawk-ზე.